არც კი ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ რომ ამ წუთს, როდესაც მე ვიდეოს წერ, ჩვენი მეგობარი, ჟურნალისტი, ადამიანი, რომელსაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი იმ ფონდის მობილიზებით, რომელიც სხვათა შორის ქართული ოცნების გამო დააყადაღეს, ჩასვეს ციხეში ტროტუარზე დგომის გამო. გასაგებია, რომ 3 დღე ციხეში ჩასმა შეიძლება არ იყოს ის სასჯელი, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებულად მტკივნეულად რეაგირებენ, მით უმეტეს ნანუკა ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლაში უკვე ძალიან დიდი ხანია და რომელსაც იმდენი სიკეთე და იმდენი დადებითი რამ აქვს გაკეთებული, რომ ეს მისთვის არ არის შიშის მომტანი და ეს არ არის ის თემა, რომლის გამოც ნანუკას შეაშინებენ. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის პრეცედენტი არა იმის, რომ ჩვენ დაგვაშინონ, არამედ იმის, რომ გვითხრან, რომ ყველაფერი მოსულა ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. უკვე ქართული ოცნება გაცდა იმ ზღვარს, როდესაც ადამიანებს ავიწროვებდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ გაჩუმდნენ და გადავიდნენ პირდაპირ ძალადობაზე. ამ ძალადობას ისინი უკვე 500 დღეა იყენებენ ჩვენი ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ ითხოვს ორ რამეს. პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას მე ვერ დავარქმევ ამ ადამიანებს პატიმრებს, იმიტომ რომ ესენი არიან რეჟიმის პირადი ტყვეები და თავისუფალ არჩევნებს. ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ რეპრესიული კანონების მორიგი კასკადი, მივიღეთ ის, რომ ემიგრანტებს საერთოდ შეეზღუდათ შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა და რაც მთავარია, მივიღეთ უსამართლოდ დატყვევებული, უსამართლოდ გაჩუმებული და სამსახურიდან გაძევებული ადამიანები, რომლებიც ითხოვენ უბრალოდ იმას, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური ევროპული სტანდარტის არჩევნები ჩატარდეს. ამ კვირის აქტუალური თემები იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, რომ მიჭირს რომელიმე სამორჩევა, მაგრამ დავიწყებ ისევ და ისევ ნომერ პირველი საკითხით, ეს არის დუშინის სინდრომის მქონე ბავშვების ჯანმრთელობა და მათი კარგად ყოფნა, რომელიც რატომღაც საჯილდაო ქვა აღმოჩნდა ამ მთავრობისთვის. ეხლა მე გეტყვით, რატომ აღმოჩნდა ეს ყველაფერი საჯილდაო ქვა და შემდეგ მიხვდებით, რომ კიდევ უფრო გასაბრაზებელია ის სიტუაცია, რომელიც მთავრობამ, ის გულგრილობა, რომელიც მთავრობამ ამ ბავშვების წინააღმდეგ გამოიყენა. ქართული ოცნების დაპირებიდან, რომ ისინი შექმნიდნენ 100 ქარხანას, მხოლოდ ერთი ასრულდა, მან შექმნეს ტყუილების ქარხანა, რომელიც დგას ძალიან კონკრეტულ მოცემულობაზე. არსებობს სოციალური პრობლემა, რომლების შესახებაც ადამიანები საუბრობენ ღიას და ამ პრობლემის ადრესატები ძირითადად არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ პრობლემაზე და ან მის გადაწყვეტის გზებზე, ირთვება მომენტალურად სიცრუის ქარხანა, რომელიც მუშაობს შემდეგი მეთოდით. არის message box-ი, რომელსაც ესენი ესე ვთქვათ ამ ქარხანაში უშვებენ. შემდეგ არის მედია, ესენი დასანქცირებულ მედიებზე ვსაუბრობ, არსებობენ ტროლები და საბოლოოდ არიან მათი მომხრეები, რომლებიც ამ ქარხნიდან გამოშვებულ ტყუილებს იჯერებენ. ამ შემთხვევაში ამ დუშინის სინდრომის მქონე ბავშვების წინააღმდეგ ააგორეს აბსოლუტურად ბინძური კამპანია, რომლის დაჯერებაც თითქოს ნორმალურ ადამიანს უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქარხანაში ნებისმიერ აბსურდულ და არაადამიანურ ამბავს, რასაც შენ ჩადებ, აუცილებლად იქცევა იმ ტყუილად, რომლის მეშვეობითაც მართავენ ქართული ოცნების წარმომადგენლები საკუთარ მომხრეებს. ანუ რა გამოდის? თუ დუშინის სინდრომის წინააღმდეგ მქონი ბავშვების წინაშე დაიხევს ქართული ოცნება, გამოდის, რომ მათი ტყუილების ქარხანა ტყუილად მუშაობდა, რაც ზოგადად შექმნის, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მას აქვს ჭარბი ნდობის დეფიციტს. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნება ნებისმიერი ძალით ცდილობს, რომ ეს ქარხანა ბოლომდე ამუშაოს. პირველი იყო ამ მშობლების იგნორი, შემდეგ როგორც კი მიხვდნენ, რომ სოციალურმა მედიამ ამ ბავშვების პრობლემა გახადა აბსოლუტურად საჯარო, დაიწყეს წამლის გაშავება, თქვეს, რომ ეს წამალი არ უშველის ამ ბავშვებს, შემდეგ თქვეს, რომ ამ წამლის შედეგად შეიძლება ბავშვების ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაზიანდნენ და ბოლოს, როგორც კი მიხვდნენ, რომ ამ ტყუილსაც ვეღარ ერევიან, გადავიდნენ ეგრეთ წოდებულ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რაც არის ზუსტად იმ თავისი მომხრეების აზრის გაგრძელება, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ბავშვები აინშტაინები
ადამიანები არ არიან და შესაბამისად სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ზუსტად ეს თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ, როგორც რომელმაც თქვა, რომ ისინი თავის ჯიბიდან არ იხდიან ამ ფულს და შესაბამისად პრაგმატულად უნდა მიუდგნენ თითო დახარჯულ ლარს, რომელსაც ისინი სახელმწიფოსგან ხარჯავენ. ირონიულია ირაკლი კობახიძისგან ამის თქმა, როდესაც დაახლოებით 5-6 მინისტრი და მაღალჩინოსანი დაჭერილია კორუფციული გარიგებების გამო. ირონიულია ქართული ოცნებისგან ბიუჯეტის დაზოგვაზე საუბარი, როდესაც რამდენიმე მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ ჩამოიყვანონ არტისტები საკუთარი მომხრეების მიერ შექმნილი კომპანია, საპროდიუსერო კომპანიების მიერ. ირონიულია მათგან ამაზე საუბარი, როდესაც ათეულობით დადასტურებული ფაქტი არსებობს კორუფციის თუ როგორ იხარჯება ისევ და ისევ ჩვენი ფული, პარლამენტში ის ათობით მილიონერი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიღებული ხარჯების გამო მისამართოდ გამდიდრდა. მე მაქვს ესეთი შეთავაზება და გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, სანამ მე ამ ვიდეოს ვწერ, დუშინის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ხვდებიან საპატრიარქოს და მინდა ვთხოვო საპატრიარქოს, რომლის ნომერ პირველი ვალდებულება და ამოცანა არის, რომ იყოს ღია ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა აქ პოლიტიკურ კუთვნილებას, არ აქვს მნიშვნელობა აქ ასაკს, სქესს, გემოვნებას, გაგვიწყოს წინ ამ დიდ საქმეში და მოახდინოს ორგანიზება ფონდის, სადაც ნებისმიერ ჩვენგანი შეძლებს რაღაცა წვლილი შეიტანოს იმისთვის, რომ მშვიდად გვეძინოს, რომ ამ ბავშვების ტანჯვას ყოველდღიურად არ უყუროთ და რა ძალიან მნიშვნელოვანია, მოგვცეს მაგალითი ქართული ოცნების ათეულობით მდიდარმა დეპუტატმა, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი ფულის ჩაჯიბრით გახდნენ მილიონერები და ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ეს კაცი ამ ქვეყანაში მოვიდა როგორც ყველაზე დიდი ქველმოქმედი და მე არ მგონია, რომ ბავშვების სიცოცხლეზე გადარჩენაზე დიდი ქველმოქმედება ასადმე არსებობდეს. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა 1-2 სიტყვა. როგორ გამოიყენა ქართულმა ოცნებამ ეს დღე იმისთვის, რომ ადამიანები დაეპირისპირებინა ერთმანეთს. ამ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა განსაკუთრებული მოლოდინით, იმიტომ რომ ჩვენი ახლად არჩეული პატრიარქის პირველი ესეთი საჯარო ღონისძიება, როდესაც ველოდებოდით, რომ ის ისაუბრებდა ბავშვებზე, რომლებსაც ჭირდებათ წამალი, ისაუბრებდა ადამიანებზე, რომლებსაც ჭირდებათ ნუგეში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენ გავიგეთ საპატრიარქოდან, ეს იყო აბორტებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მე არ მეგულება ქალი და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი არ არსებობს, ვისთვისაც აბორტის გაკეთება არის სასიხარულო არჩევანი. ეს არის არჩევანი ხშირად სიკვდილს და სიცოცხლეს შორის. აბორტის გაკეთებას ქალები ირჩევენ სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე, ან ირჩევენ იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ არ აქვთ ელემენტარული ფინანსური შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილებს ბისთვის უზრუნველყონ რაღაც მინიმალური შემოსავალი. ამ შემთხვევაში იმაზე საუბარი, რომ აბორტი არის ისეთი ცოდვა, რომელსაც ქალი და მისი ოჯახი ვერასდროს ვერ ჩამოიწმენს, მგონია, რომ პირველ რიგში ამ ქალებს ურტყამს ყველაზე მეტად და ცდილობს, რომ იმ ადამიანების მარგინალიზაცია მოახდინოს, ვისაც საკუთარი ნების გარეშე მოუწია ესეთ უმძიმეს ნაბიჯზე წასვლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ გამოსვლებში ჩვენ ვიხილავთ რეალურად გადადგმულ მიზეზებს, რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო იმ ადამიანებს, ვისაც უნდა 3 ან 4 შვილის გაჩენა. რას აკეთებს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს დემოგრაფიული მდგომარეობა? რას აკეთებს იმისთვის, რომ შემცირდეს მიგრაცია, რაც ასევე ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და რაც მთავარია, რას აკეთებს იმ გადარჩენილი ბავშვების გამო, რომლებიც უბრალოდ სახელმწიფოსგან ითხოვენ წამალს და ითხოვენ სიცოცხლის გახანგრძლივების უფლებას. მამუკა მდინარაძემ დაგვიანონსა სკრინვას ქროლვის დეპარტამენტის შექმნა, შემხვდა ეს მიმი Facebook-ზე და გამოვიყენებ. ანუ ეს დეპარტამენტი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია შეაგროვოს, ყველა ინფორმაცია მოაგროვოს, ნახოს ხომ არ არის სიძულვილის ენა სახელმწიფოს წინააღმდეგ და შემდეგ მოახდინოს რეაგირება. ჯერჯერობით არ ვიცით რეაგირებაზე რაზე ვსაუბრობ, თუმცა მე წარმომიდგენია, რომ ლაიქი არის 500 ლარი და ჰაჰავება არის 1000 ლარი.
ლარი, კომენტარის დაწერა 10,000 ლარი და ალბათ ამით შეავსებენ ბიუჯეტს. Რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით, თუმცა არც ისე ხუმრობით, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა შეხვედრა საქართველოში იყო ჩამოსული ჩინეთიდან ინტერნეტ ცენზურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლის ცუდი ვარიანტი არის, რაც ხდება რუსეთში და ამაზე კიდე უფრო ცუდი ვარიანტი არის, რის გაკეთებასაც აპირებენ საქართველოში. რა ხდება ჩინეთში? ჩინეთი ტრადიციულად გამოირჩევა ინტერნეტ ცენზურით და აქედან გამომდინარე, მას აქვს თავისი აბსოლუტურად შექმნილი სოციალური ქსელები, რომლებიც ავტომატურად ატყობინებს ინფორმაციას ამ დეპარტამენტს თუ რაიმე ტიპის საფრთხე არსებობს საზოგადოების მხრიდან და პრაქტიკულად ჩინური საზოგადოება იმდენად გადასულია თვითცენზურაში, რომ თითქმის ამ დეპარტამენტს ბევრი საქმეც არ აქვს. რუსეთის ინტერნეტ ცენზურა კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება, მათ მთავარ ჯალათად, როგორც მას მოიხსენიებენ, დანიშნეს ქალბატონი ეკატერინე მიზულინა, რომელიც აკონტროლებს ამ სივრცეს. იგივეს გაკეთებას აპირებს მამუკა მდინარაძე საქართველოში. ეკატერინე მიზულინასგან განსხვავებით, მამუკა მდინარაძეს ახლად შექმნილ დეპარტამენტს ზუსტად არ ვიცი რა ფუნქციები ექნება, გარდა დაშინებისა და ალბათ სათადარიგოთ ადამიანების დაჭერისა და ზუსტად მოიქცევა ისე, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი ავტორიტარული სახელმწიფო. რა განსხვავება ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის? ავტორიტარული სახელმწიფოსთვის ადამიანის დასჯა არის მხოლოდ თავისი ძალის ჩვენება, იმის რომ სხვებმა იგივე მაგალითი არ გაიმეორონ. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად გაზარდეს ჯარიმების რაოდენობა, ტროტუარზე დაჭრილი ადამიანების რაოდენობა, მით უფრო გაიზარდა ადამიანების უკმაყოფილება. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ინსტრუმენტი, რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიჭირონ და რამდენი ადამიანიც არ უნდა შეაშინონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათ უკან სოკოებივით გამრავლდებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან უკმაყოფილოები ამ ყველაფრით. შემდეგი თემა, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის ევროპული რიტორიკა, რომელიც უკვე სიგიჟეს ზღვართან არის, ალბათ წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილებს უყიდონ წამალი, საკუთარი შვილები გაუშვან სკოლაში, აჭამონ საჭმელი, მოუარონ მოხუც მშობლებს, გამოდის და დანიის პრობლემებზე საუბრობს. ცხადია, ეს თქვენ ძალიან გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ ალბათ ვერ ხვდებით, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ქართული ოცნება. თუმცა არის ერთი ძალიან საინტერესო მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ და რომელიც მე ზუსტად ვიცოდი, რომელიც მართავდა მთავრობა კომუნიკაციას, ეს არის სამი კომუნიკაციის გზა. ეს არის შავი პიარი, ეს არის თეთრი და ეს არის ფერადი კომუნიკაცია. ეს არის წიგნი, რომელიც დაწერა ერთ-ერთმა რუსმა სოციოლოგმა, სხვა შორის ძალიან საინტერესო წიგნია და როგორც კი წავიკითხე, მივხვდი თუ როგორ მართავს ბიძინა ევენიშვილი სახელმწიფოს. ანუ შავი, ყველაზე შავბნელი ადამიანები, ეგრეთ წოდებული შავრაზმელები იყვნენ მაგალითად პოზიტივის წამყვანები, იყო სხვა მარგინალური ჯგუფები, რომლებიც პრორუსულ და ეგრეთ წოდებულ პროქართველურ დამოკიდებულებას აწვებოდნენ. შემდეგ იყო შუაში რაღაც ნეიტრალური მიმართულება, რომელიც ძირითადად საუბრობდა გეგმებზე, მომავალზე და ცდილობდა, რომ რეპუტაციული ზიანი აღედგინა ქართული ოცნების და იყო ფერადი, ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ძირითადად საუბრობდნენ ევროპასთან დაახლოებაზე. ცხადია, ეს ყველაფერი თითქოს ერთის მხრივ არის კონტრპროდუქტიული, მაგრამ როდესაც შენ სრულიად სიცრუის მანქანას ამუშავებ იმისთვის, რომ სამივე გზა იყოს სინქრონიზებული, ადამიანებს უჭირთ სიმართლის და ტყუილის გარკვევა. რა მოხდა დღეს? დღეს მოხდა ის, რომ ირაკლი კობახიძეს მოუწია აბსოლუტურად ყველა იმ სიშლეგის და სისულელის გამეორება, რასაც ადრე აკეთებდნენ პოზიტივის წარმომადგენლები, რასაც ადრე აკეთებდნენ მათი მარგინალური ჯგუფები. ესეთი კომუნიკაციის მართვა გაცილებით რთულია, როდესაც შენ ხარ იმ ქვეყანაში, რომელიც მიჩვეულია დემოკრატიულ საზოგადოებად ყოფნას. რატომ არ გამოვა საქართველოში ბელორუსი და ამას მე ძალიან ხშირად ვიმეორებ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და მე მგონი საერთოდ არ აქვთ გამოცდილება დემოკრატიულ სახელმწიფოდ ყოფნისას. მათ აქვთ დასწავლილი შიში, რომელსაც სახელმწიფო ძალიან კარგად იყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც არის პროტესტში ჩართული. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ეს პროევროპული გზა არჩეული, რომელიც იყო ყალბი, მაინც ადამიანებს ეძლევოდათ იმის შესაძლებლობა, რომ ღიად გამოეთქვათ და ღიად გაეკრიტიკებინათ ხელისუფლება. ამაზე უარის თქმა მამუკა მდინარაძის მიერ შექმნილი სკრინვის დეპარტამენტის გამო იქნება ძალიან დიდი სისულელე, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ რეზისტენციას და კიდევ უფრო წინააღმდეგობას, რომელსაც ცოტა ხანში ვიხილავთ სოციალურ ქსელებში.
ერთი ჩემი საყვარელი ისტორია მინდა მოვყვა, რომელიც დღეს რო არ ვითარდებოდეს, ვიტყოდი, რომ არის სტალინური საქართველოსდან კურიოზული ამბავი. ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ცოტა ხნის წინ შეავსო დეკლარაციაში, სადაც არ ჩანდა მისი მეუღლის მიერ შეძენილი ძვირადღირებული ნივთები, რომლითაც ეს ქალბატონი სოციალურ ქსელებში იწონებს თავს და მისი ბევრი ფოტო და ვიდეო იძებნება სხვათა შორის შეგიძლიათ თქვენც დაათვალიეროთ. კითხვაზე თუ რატომ არ შეიტანა ეს ნივთები ამ ადამიანმა დეკლარაციაში, ბატონმა ლევანმა განაცხადა, რომ ის ყველაფერი არის ფეიქი. პირველ რიგში სიცილის მეტი ალბათ არაფერი არ დაგვრჩენია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბატონო ლევან, თქვენ ამითაც არ ყვევთ კანონს, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით იმ ნივთების შეძენა განსაკუთრებით დიდ რაოდენობაში, რომელიც თქვენ მეუღლეს აქვს, იმიტომ რომ ნახეთ, რომ ბევრია, რომელიც სხვის სასაქონლე ნიშანს იყენებს, არის დასჯადი. მე ვიცი, რომ თქვენ ბიძინა ევენიშვილის უფრო გეშინიათ ვიდრე ამ კანონის, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ესეც სასაცილო მდგომარეობაში, ნუ ჩაიყენებთ თავს და ნუ აჩუქებთ თქვენ მეუღლეს პატენტებს, იმიტომ რომ შეგიძლიათ რომ უბრალოდ გემოვნება იქონიოთ და წავიდეს ეს ქალბატონი და მეორადებში ჩაიცვას ისევე როგორც აკეთებენ ამას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ძალიან გემოვნებიანად და ლამაზათაც გამოიყურებიან. ეს არის გადაცემა პროპაგანდის პირისპირ, მე ვარ მისი წამყვანი თეონე ბაღდავაძე. ამ ვიდეოს უყურებთ უმრავლესობის YouTube გვერდზე და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი.